სამხედრო სავალდებულო სამსახური ეფექტური საერთოდ არ მგონია. ადამიანების ჯარში ძალი წაყვანა ჩემთვის გარკვეულწილად მონობის ელემენტებსაც შეიცავს. თავარი პრობლემა ჩემთვის არის იძულებაში, როდესაც ადამიანს არ უნდა რომ ეს რაღაც გააკეთოს და ჩვენ მას ვაიძულებთ. სოფლიოში არაერთი მაგალითი გვაქვს, სადაც სავალდებულო არ არის ჯარი, თუმცა ადამიანები ნებით მიდიან. ამის ნათელი მაგალითი არის ვთქვათ ამერიკა, სადაც 1973 წლიდან გაუქმებულია სავალდებულო სამხედრო სამსახური და იქ ადამიანები ნებაყოფლობით მიდიან და ეს სისტემა ჩვეულებრივად მუშაობს. მაშინ ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ რიგითი ამერიკელი ბევრად უფრო პატრიოტი არის რიგით ქართველზე, მას უღირს თავი გაწიროს თავის ქვეყნისთვის და ამერიკა უფრო უყვარს, მაგრამ ქართველები ვერ გამოვდექით ისეთი პატრიოტები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაგვეწირა. რასაც მე წლების განმავლობაში ვებრძოდი, რომ ეს ადამიანები არ წაიყვანათ 1 წელი და არ ჩამოეყენებინათ შლაგბაუმთან 50 ლარად უფასოდ, ეს ჩვეულებრივად იყო ადამიანების დამონება და შეურაცხყოფა. და სწორედ ამ პრაქტიკამ გვიჩვენა თუნდაც რომ ჩვენ მთავრობას ის თავარი მიზანი კი არ ქონდა რომ თავდაცვა აეშენებინა ან რამენაირად გაეძლიერებინა, არამედ უბრალოდ დაცვის სამსახურის ფულს ზოგავდა, რაშიც ზოგადად 1000 ლარს მაინც იხდიან რომ ვიღაცამ შენი კერძო სტრუქტურა დაიცვას და ამას ადამიანებს 1 წელი აკეთებინებენ უფასოდ. ზოგადად ჯარისკაცი მგონია რომ ყველაზე საპატივსაცემო პროფესია უნდა იყოს ამ ქვეყანაში და თუ გვინდა რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ და ვიღაცა ჩვენ გამო და ჩვენი ქვეყნის გამო თავს წირავდეს, მაშინ ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმ შესაბამისი ხელფასები, ანაზღაურება მაინც გადავიხადოთ. გარდა იმისა, რომ არსებობს ხელფასები და ანაზღაურება, თავდაცვაში ძალიან ცოტა ფულს ხარჯავთ და წლების მანძილზე მხოლოდ გირჩი იძახდა იმას, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ღირსეული ხელფასი გადაუხადოთ და იქ სამათხოვროთ არ წავიყვანოთ. პარალელურად შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა ვიყიდოთ, შესაბამისი წვრთნები ჩავატაროთ და მართლა თუ თავდაცვის შენება გვინდა, თავდაცვა ავაშენოთ და თუ უბრალოდ თამაში გვინდა და იმის წარმოდგენა რომ ჩვენ ვითომ თავდაცვას ვაშენებთ, მაშინ ეს მონური მოდელით შეიძლება ვიღაცებისთვის მისაღები იყოს. მე მგონია რომ თუ ადამიანებს შესაბამის პირობებს შეუქმნი, ამ ქვეყანაში იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან რომ წავიდნენ და თავიანთ სამშობლოს ემსახურონ. თუნდაც რეზერვისტებს რო ღირსეული ხელფასი გადავუხადოთ, 4500 რეზერვისტს რომელსაც ყოველ წელს ვიძახებთ ხოლმე, ამის ფული ბიუჯეტში ძალიან მარტივად გამოინახება. ზოგადად დემოტივირებული და იმ ადამიანებით დაკომპლექტებული ჯარის ეფექტურობის არჯერა, ვისაც ამის გაკეთება არ უნდა. მე მგონია რომ არჩენ არ მოგინდებოდა ფრონტის წინახაზე იბრძოდე და ზურგს ის ადამიანები გიმაგრებდნენ, რომელსაც ტყუის პირველივე გასროლისას მზად არიან, რომ არ ვიცი ფრონტის ხაზი მიატოვონ და სადმე დაიმალონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთ სიტუაციაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ და გადარჩენის იმედი არ გექნებოდა. მინდა ნებაყოფლობითი ჯარი, არასდროს არ მithქვამს, რომ ჩვენს ქვეყანას თავდაცვა არ უნდა კონდეს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს ნებაყოფლობით, როგორც პროფესიული არმია, ასევე რეზერვი, ოღონდ იმ პირობებში, როცა ჩვენ ვზრდით თავდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 2-ჯერ, როცა ვყიდულობთ შესაბამის ტექნიკას, ვიღდით შესაბამის ანაზღაურებას, ვატარებთ წვრთნებს და გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ მართლა თანამედროვე 21 საუკუნის თავდაცვის გამოწვევებს უპასუხოთ.